ბნელი მატერიის არსებობა მეტნაკლებად დასაბუთებულია. თუმცა ექსპერიმენტულად ეს ჯერ დადასტურებული არ არის. მისი მოხელთება ჯერ ვერ ამიშენძლო. მეცნიერები ბნელი მატერიის დაფიქსირებას ამჯერად ახალი დეტექტორით ცდილობენ, რომლებიც მალე მზად იქნება კოსმოსში გასაშვებად. საუთჰემპტონის უნივერსიტეტის ფიზიკოსები ამჟამად ცდებს ატარებენ მოწყობილობაზე, რომელიც მიკროგრავიტაციის პირობებში მუშაობს. ტექნოლოგიის მიზანია გრაფიტის ფენების ლევიტაციით უმცირესი ანომალიები დააფიქსიროს. ეს კი შეიძლება ბნელი მატერიის ბუნების გასაღები გახდეს. სამყაროზე დაკვირვებით დიდი შეუსაბამობა იკვეთება. ჩვენთვის ხილვადი მატერიის რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე გრავიტაცია. ამის მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ, გრავიტაცია მეტისმეტად ძლიერია იმისთვის, რომ მხოლოდ ჩვეულებრივი მატერიისგან წამოსულიყო. უფრო კონკრეტულად, იმ ნივთიერებებისგან, რომლისგანაც ვარსკვლავები, პლანეტები და კოსმოსური მტვერი შედგება. ამის დასტური გვხვდება გალაქტიკათა გარე ნაწილების მოძრაობაში, რომელიც მეტისმეტად სწრაფია, მათი მასისა და იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დეფორმირდება სივრცე, დრო, მასიური ობიექტების გარშემო. ჯოვიან 1 პატარა თანამგზავრია, რომლის ზომაც ფეხსაცმლის ყუთისას უტოლდება. ძალიან მნიშვნელოვან მისიას ასრულებს. მისი დახმარებით ჩატარდება ექსპერიმენტები, რომლებიც ბრიტანეთის საუთჰემპტონის, პორტსმუთისა და სარის უნივერსიტეტების სტუდენტებმა შექმნეს. გუნდი სატელიტის გაშვებას 2026 წლის დასაწყისში გეგმავს. ასე რომ შედეგების მიღებას დრო დასჭირდება. მიღებული მონაცემები, როგორებიც არ უნდა იყოს ისინი, ბნელი მატერიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის. ჯოვიან 1 იქნება პირველი მისია, რომელიც კოსმოსში ამ ლევიტაციურ ტექნოლოგიას გამოიყენებს. თანამგზავრის გაშვებისა და ექსპერიმენტის მთავარი მიზანი იმის დადასტურებაა, რომ დედამიწის ატმოსფეროს მიღმა ბნელი მატერიის დაფიქსირება შესაძლებელია. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.